გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით სტუმრებს. დარჩით ჩვენთან, მე კი გადავარ პირდაპირ გაშლის თემაზე. სამწუხაროდ დიდი ხანია, მე მგონი თვეზე მეტია არ ჩამიწერია ვიდეო, მოუცლელობის გამო, ძალიან დაკავებული, დაძაბული სამუშაო ეტაპი მქონდა, ძალიან რთული წმენდები, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს ჩემგან და აქედან გამომდინარე თქვენს დამჭით უყურადღებოთ, რისთვისაც ბუდის გიხდით. დღეს გვექნება გაშლა სიურპრიზიან დასტაზე, ჩემი გამომწერების უმრავლესობა მიცის სიურპრიზიანი რატომ არის და თუ შეხვდა ის კარტი, რომელიც სიურპრიზია გააქტიურებული, რა თქმა უნდა, მოკლედ აღნიშნავ კიდევაც. და სამი რუნა, ასევე სიურპრიზის 2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიურპრიზის აღნიშნელი იქნება ეს რუნები. დავიწყოთ პირველი ვარიანტით, პატარა წინა ისტორიით, რა თქმა უნდა, და მე ვნახოთ რა სიურპრიზი გეგუდებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არ გამორიცხავს, რომ კიდევ სხვა სიურპრიზებიც იყოს თქვენს ცხოვრებაში და იმედია ძალიან პოზიტიური, კარგი, გემრიელი სიურპრიზები გექნებათ, მაგრამ ვნახოთ ახლა ეს ყველაზე მთავარი. რა ხდება დღეს? დღეს როგორც ჩანს, ვიღაცას შეუძლება აქვს, ვიღაც ისვენებს, არ გამორიცხავ ცოტა შეუძლოდ ყოფნასაც ფიზიკურ პლანზე, რომ გადაღლილი ხართ, დასვენება გჭირდებათ, ასევე პაუზა შეიძლება იყოს ვიღაცასთან კონკრეტულად პიროვნებასთან ურთიერთობაში ან რამოდენიმე ადამიანთანაც. ვნახოთ კიდევ რას გვეტყვის კარტი წინა ისტორიას, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ძალიან საინტერესოა თქვენს ცხოვრებაში, როგორც ჩანს, აქ უფრო დასვენებაზე შეიძლება ვივარაუდოთ, მაგრამ ფაქტი არ არის, სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირად რეზონირდება. დიდი ხნის პირველი რაც მოდის ამ კომბინაციაზე, დიდი ხნის ნანატრი ბავშვი გაჩნდა. ანუ შეგემატათ ოჯახის წევრი. შეიძლება აქ არ იყოს ლაპარაკი, რომ წლების განმავლობაში მკურნალობდით და ცდილობდით ბავშვის ყოლას, არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ აი ძალიან სასურველი, ძალიან სანატრელი პატარა შეემატა თქვენს ოჯახს, ეს ერთი ჩემოკარგებო და ასევე თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი აგისრულდათ. ეს იყო თქვენთვის კიდევ ახალი სუნთქვის ჩართვა, კიდევ ახალი ენერგიების მოზღვავების მიზეზი, რადგან თავს გრძნობ სტაბილურად, დაცულად, კომფორტულად, გარანტირებული გაქვთ მომავალი, ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდი და შეიძლება რამოდენიმე წელიც უკვე გათვლილი ამაზე და ძალიან ენერგიულად გრძნობთ თავს, ძალიან ბედნიერად, ასე რომ ყველაფერი კარგი და სასიამოვნო ხდება თქვენს ცხოვრებაში. ანუ მიზნის მიღწევამ კი არ მოგადუნათ ჩემოკარგება, თითქოს სამყარო დადგა თქვენს მხარეს და სურვილები აგისრულათ და ეს მიზნის მიღწევა არ გახდა იმის მიზეზი, რომ მოშვებულიყავით პირიქით ახალი ენერგია შეგმარტათ და მოზღვავება იგრძენით ენერგიის. შეიძლება რაღაცა ეს პერიოდი ზუსტად დასვენების პერიოდი იყოს, სული მოითქვით და ახალი ძალით შეუტიეთ ცხოვრებას. ვნახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი სიურპრიზი რა გელოდებათ. საინტერესოა. პირველ ვარიანტს ჩემოკარგებო, ძალიან მართლაც საინტერესო სიურპრიზი გელოდებათ და თუკი მერე შემდგომში, როდესაც ფაქტის წინაშე დადგებით და დამიწერთ კომენტარებში, ან თუნდაც პირადში შეიძლება მომწეროს ვინმემ, რომ აი ესეთი ვიდეო იყო და სიურპრიზე როცა ვლაპარაკობდი, აი ესეთი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რატომ გეუბნებით, რომ თქვენთვის დიდი ხნის წინ დაფარული, დამალული, 9 კლიტულში ჩაკეტილი რაღაც საიდუმლო უნდა გახდეს ცნობილი. რადგან ხედავ, რომ აქ რაღაცა ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებთან არ გაქვთ შეხება და რაღაცა სტრესულ მდგომარეობაში არ იმყოფებით, დაბლოკილი არ ხართ არავისგან, აქ მაგიის ახსნაზე და ასეთ რაღაცებზე არ არის ლაპარაკი, არის რაღაც საიდუმლო, რომელიც ძალიან დიდი ხანია დამალულია, დაფარულია, ადამიანები შეგნებულად მალავენ ამ ინფორმაციას, ვისაც ეხება და რა თქმა უნდა თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია, რადგან
აი ამ საიდუმლოს გაგების შემდეგ, ჩემო კარგებო, ძალიან რადიკალურად შეიცვლება თქვენი წარმოდგენა ადამიანებზე, სამყაროზე და ასე შემდეგ. შეიძლება ერთ კონკრეტულ ადამიანსაც ეხებოდეს, მაგრამ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო უნდა გაიგოთ. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიურპრიზი თქვენს ცხოვრებაში 2026 წელს და გეუბნებით, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სიურპრიზი რადიკალურად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას ადამიანებზე, ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ან ზოგადად თქვენს სამყაროს შეცვლის 180 გრადუსით. და რუნები რას გვეუბნებიან? ასევე რუნების მხრიდან სიურპრიზი არის ფრეია, ეს არის მატერიალური კეთილდღეობა, წარმატება, მაგრამ ეს არის აქტიური, ძალიან აქტიური რუნა, რომელსაც ჭირდება შრომა, რადგან საქონლის, მსხვილფეხა საქონლის აღნიშნულია ზოგადად ეს რუნა, ქონების აღნიშნელი და სჭირდება შრომა, როგორც გითხარით. თავისით არაფერი არ მოდის, ყველაფერს სჭირდება შრომა, გარკვეული დროის და ენერგიის დახარჯვა და თუ კი მოინდომებთ, სასურველ შედეგებს მიაღწევთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ, ზღვარს არ გადახვიდეთ, იმაზე მეც არ შეეჭიდოთ, რისი აწევაც არ შეგიძლიათ, იშრომეთ და ბევრი შანსი გექნებათ, რაც მთავარია, ძალიან ბევრი შანსი გექნებათ იმისთვის, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. გისურვებთ წარმატებებს და სასიამოვნო სიურპრიზებს მთელს ცხოვრებაში. ნახოთ მეორე ვარიანტი. რას გვეუბნება, რაღაც მოლოდინის რეჟიმში ხართ, ჩემო კარგებო, ნახოთ რა მოლოდინზეა ლაპარაკი, რას ან ვისეულოდებით. აქ ძირითადად მაინც აქცენტია ხოლმე გაწეული შრომის საზღაურზე, რაც დათესეთ იმის მომკვაზია ლაპარაკი და ვნახოთ რას გვეტყვიან. რა ისტორიას გადაგხდათ თავს, ან რა სიტუაციაში იმყოფებით. ჩემო კარგებო, აქ არის ყველაზე დიდი ალბათობით. რა კი საჯარო გაშლა არის და ბევრი ადამიანისთვის შეიძლება რეზონირდეს ერთი და იგივე ვარიანტი. ან ვლაპარაკობთ ხო, ესე ვარაუდის დონეზე, მიახლოებით უნდა ავღწევოთ სიტუაციები და მოლოდინის რეჟიმია ჩართული და ყველაზე პირველი რაც მოდის იდეაში, რა თქმა უნდა არკანებიდან გამომდინარე, ელოდებით ქალბატონისგან პასუხს. აქ მნიშვნელოვან არჩევანზეა ლაპარაკი. ვფიქრობ, მამაკაცები ელოდებიან საყვარელი ქალბატონისგან პასუხს ქორწინებაზე, ან ერთად ყოფნაზე, თანაცხოვრებაზე. აქ არ არის გამორიცხული ის, რომ გამგზავრებაზე იყოს ლაპარაკი. რა კი ესეთ რეჟიმში ვცხოვრობთ, რომ ნახევარი საქართველო ფაქტიურად საზღვარგარეთ არის. წასვლაზე, მოსვლაზეა ლაპარაკი, ან აქეთ ელოდებით სამშობლოში დაბრუნდეს თქვენი საყვარელი ადამიანი, ან თქვენ წახვიდეთ და ასე შემდეგ, ეს ვარიაციები გზასთან დაკავშირებით. ასევე პასუხი, როგორც აღვნიშნე, ქორწინებასთან დაკავშირებით, დაგხვდებათ თუ არა, ან შემოbrunოთ სიტუაცია და მიიღებთ თუ არა სასურველ შემოთავაზებას ქორწინებაზე. და რა თქმა უნდა, ეს არის შორს მიმავალი გეგმები. აქ არის ურთიერთობებზე ლაპარაკი, ბალანსზე, ბედნიერებაზე და რა თქმა უნდა, ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს მერე თქვენი ცხოვრების და ახლიდან დაიწყოს, ახალი ეტაპი დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში, ახლებურად გაგრძელდეს თქვენი ცხოვრება. ნახოთ, როგორც მიხვდით, გასაგები არა, არაფერი ნეგატივი ამაში არ იმალება, აქ არის ძალიან პოზიტიურ მოლოდინზე ლაპარაკი და რეალურ ტრანსფორმაციაზე, რადგან აი ეს მოლოდინი, როდესაც პასუხს მიიღებთ, მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, პოზიტივისკენ. ნახოთ, აბა მთავარი სიურპრიზი რა იქნება თქვენს ცხოვრებაში 2026 წელს. გადასარევი პირველივე კარტი, პენტაკლების ტუზი, სამყარო, წყლის ცხრიანი, ანუ ფიალების ცხრიანი, რაღაცა ძალიან მართლაც სიურპრიზი გექნებათ შანსი სამყაროსგან, საჩუქარი სამყაროსგან. ამ ინფორმაციის სახითაც შეიძლება მიიღოთ ეს შანსი. სამყარო მანძილსაც ნიშნავს, სიშორესაც ნიშნავს, დღევანდელობაში სოციალურ ქსელს ნიშნავს კიდევ დამატებით.
შეიქმნათ თქვენი კომფორტის ზონა, დაიკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნილებები, თქვენი სურვილები და თავი იგრძნოთ ბედნიერად, გექნებათ ამისი რეალურად შანსი, ანუ სიურპრიზის სახით რა კი მოდის ეს ყველაფერი, შეიძლება დიდი ხნის ჩაფიქრებული რაღაც სურვილი, აი ეს სიურპრიზი კარტი ზუსტად თქვენთან ამოვიდა, მეორე ვარიანტში ამოვიდა, ეს დამატებითი კარტი, ზედმეტი რომელიც იყო დასტაში და აღარ ამოვიღე, გავააქტიურე რუნებით სიხარულზე და სიურპრიზზე და აი თითქოს შანსი უნდა დაბრუნდეს, შეიძლება ოდესღაც გქონდათ რაღაცა გარკვეული მიზანი, რომელსაც ვერ არ მიაღწიეთ, თქვათ გადადეთ სხვა დროისთვის, ან რაღაცა გარემოებების გამო იფიქრეთ, რომ პრიორიტეტი აღარ იყო ამ მიზნის მიღწევა და განმეორებით ბრუნდება ეს შანსი და ეს იქნება თქვენთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი. სასიამოვნო სიურპრიზი, ბევრი თქვენგანი უკვე შეიძლება ხვდებოდეს კიდევაც რა სიურპრიზია ლაპარაკი, აი ეს სურვილის ასრულება, რომელიც სადღაცა რომელიღაც კარადაში ძალიან ისეთი ღრმა უჯრაში დამალეთ, ხელახლა იჩენს თავს და აუცილებლად მოგეცემათ ამისი შანსი, რომ დაიკმაყოფილოთ ეს სურვილი. და ვნახოთ, აქ გზაზეა ლაპარაკი, რაიდო პირდაპირ რეალურად ფიზიკურ მგზავრობაზე, გადაადგილებაზეა მოტივირებული, ასე ვთქვათ, აქცენტი მოდის გზაზე, ფიზიკურ პლანზე როგორც აღვნიშნე და თქვენთვის აი ეს გზა იქნება მოულოდნელი, გზასთან დაკავშირებული რაღაც მოვლენა, თქვენი დაპატიჟება წასვლა, ვიღაცის ჩამოსვლა, ვიღაცასთან შეხვედრა კონკრეტულ პიროვნებასთან, ყველაზე დიდი სიურპრიზი რუნების გათვალისწინებით უკავშირდება გზას მეორე ვარიანტისთვის. და ვნახოთ მესამე ვარიანტი. აქ სამსახური მუშაობა, ვნახოთ ბევრ რამეზე შეიძლება ადამიანი მუშაობდეს როგორც ფიზიკურ პლანზე თავის ოფიციალურ სამსახურში, მუშაობდეს თავისი სიამოვნებისთვის, მუშაობდეს ურთიერთობებზე და ასე შემდეგ. ვნახოთ რაზეა თქვენთან ლაპარაკი. რა მუშაობაზეა ლაპარაკი. ასეც ვფიქრობდი, აქ მესამე ვარიანტი ჩემნაირებო თვალი მაინც ჩამიკარით, სმაილით. კოლეგებზე უფრო არის გათვლილი მესამე ვარიანტი, როგორც ჩანს, აქ ცოდნაზეა ლაპარაკი, აი მუშაობა ზუსტად მაგ თვალსაზრისით, როგორც მე ვმუშაობ. ეს არის ჩემი სამუშაო. მართალია, რეალური პროფესია სულ სხვა მაქვს, მაგრამ ადამიანებს ვემსახურები სულ სხვა საქმიანობით, ვიდრე მართლა რეალურად განათლება მაქვს. და სამუშაო როგორც ასეთი წმენდები, რიტუალები, რა თქმა უნდა, ადამიანების დასახმარებლად და არა გასანადგურებლად და თქვათ ვიღაცისთვის ჯადოების და მაიმუნობების გასაკეთებლად. პაუზებს რო ვაკეთებ, არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ რაღაც ესე წამოვიდა, ძალიან ბევრი ინფორმაცია წამოვიდა. აქ მარტო კარტებზე არ არის ლაპარაკი, რაღაცა ეს შეგრძნებებზეც, ჩემმა მაყურებელმა, ვინც მუდმივია, რა თქმა უნდა, იციან, რომ მე ემპათი ექსტრასენსი ვარ და ფიზიკურად ვგრძნობ მოვლენებს და მინდა ახლა ეს რაც ინფორმაცია მოდის, გავაანალიზო, ისე რომ არც დროიში გაიწელოს ეს პაუზა და თქვენს ინფორმაცია მოგაწოდოთ. აქ როგორც აღვნიშნე, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ კოლეგებისთვის, ჩემი კოლეგებისთვის, რომლებიც მუშაობენ და არიან თეთრი მაგები და რაღაცა შეიძლება ჩემოკარგებო რამე საქმე შეხვდათ ისეთი, ან ძლიერი ის რაღაცა ნეგატივი, რთული საქმე, ასე ვთქვათ, ან ძალიან მიშვებული, ვიძახი წლები რო გრძელდება და ადამიანი ძალიან ცუდად არის და ვერა და ვერ გამოდის მდგომარეობიდან, სხვათა შორის მეც მაქვს ძალიან მძიმე საქმე ესეთი, ძალიან მიშვებული მდგომარეობა, რაღაცა მსგავს საქმეზე შეიძლება მუშაობთ და უბრალოდ აი გამოსავალს კი არა, ვარიანტს არჩევთ, რა ტექნიკით უფრო კარგად დაეხმარებით, აქ აშკარად ბრძოლა არის, აქ არის მაგიური ბრძოლა, სერიოზული ბრძოლა,
ზოგიერთი შეიძლება დამწყები მაგი ეზოთერიკოსები ხა ათასნაირ რაღაცას ეძახიან. დამწყები ჯადოქარი ვთქვათ ჩვენ ქართულ ენაზე ირჩევს გზას, საით დადგეს. ანუ რა სპეციფიკით აქ არ მაქვს ეჭვი იმაზე, რომ შავების და დაბალი ვიბრაციების, ხა მოდაშია ხო ეს დაბალი ვიბრაციები, მაღალი და ასე შემდეგ, არის ბნელი და არის ნათელი. ძალიან ადამიანური ენით რო ვილაპარაკოთ და არ მაქვს ეჭვი იმაზე, რომ ბნელის მხარეს აპირებდეს ვინმე დადგომას, რომელიმე თქვენგანი, მაგრამ შეიძლება სპეციფიკას, ტექნიკას ირჩევდეთ, გაინტერესებდეთ ეს საქმიანობა, დამწყებებს გულისხმობ და ფიქრობდეთ, აი რომელი მიმართულებით იმუშაოთ, რა ტექნიკით, რა გამოიყენოთ და ასე შემდეგ. არჩევანსაც აკეთებდეთ. არც ეს არის გამორიცხული, რა თქმა უნდა, და მესამე ვერსია სიტუაციის, რომ რომელიღაცა მაყურებელი ეძებს ეზოთერიკოს მაგს, რომელიც რეალურად დაეხმარება, რადგან სჭირდება დახმარება ნეგატივთან გამკლავება, აქ ბრძოლაზეა ლაპარაკი, ხელჩართულ ბრძოლაზე ვიღაცებთან, ან ნეგატივთან, ბოროტებასთან და აკეთებს არჩევანს ადამიანი, ვის მიმართოს დასახმარებლად. მე მგონი ეს გასაგებია, შესავალი ძალიან მესამე ვარიანტის ძალიან საკმაოდ ვრცელი გამოგვივიდა. ნახოთ ახლა ყველაზე მთავარი სიურპრიზი თქვენთვის, ჩემო კარგებო. სიურპრიზი, ბედნიერება. ისეთი ბედნიერება, რომელსაც არ ელოდებით, რა თქმა უნდა, სიურპრიზია ლაპარაკი. აქ მატერიალურ მდგომარეობაზეა ლაპარაკი, თითქოს იღბალი შემოbrunდება თქვენს მხარეს. მოულოდნელი ბედნიერება ვიღაცისთვის იქნება კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებული და რა თქმა უნდა დიდი ალბათობით პენტაკლების მეფიდან გამომდინარე იქნება ეს მამაკაცი. არ გამოვრიცხავთ ქალბატონებს, მაგრამ 70% მამრობითი სქესის სიურპრიზი, ასე ვთქვათ, რომელიც მოგიტანთ ბედნიერებას, რომელთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ, შვიდად იგრძნობთ, გარანტირებულად ეს იქნება ძლიერი დასაყრდენი თქვენთვის ეს ადამიანი. არ გამოვრიცხავთ დაბრუნებას, დიდი ხნის თქვათ დიდი ხნის წინ განშორებული ადამიანის დაბრუნებას. ასევე აქ შეიძლება აი განშორებაზე არ იყოს ლაპარაკი და დაშორებაზე, უბრალოდ ფიზიკურ პლანზე მოგიწიათ სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა, სიშორე, სხვა რაღაც მიზეზების გამო სიშორე და ეს ადამიანი მოულოდნელად დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში და დიდი ბედნიერება და სიხარული მოგიტანოთ. და სამყარო თითქოს თქვენს მხარეს დადგება თუ რაღაცა პერიოდი არ გემართლებდათ ენამებმევა და ეს ყოველთვის კარგი ნიშანია. როდესაც ენამებმევა სიხარული მაქვს დაცდილი, თქვენც რა თქმა უნდა გისურვებთ სიხარულს, შეიძლება ზუსტად მესამე ვარიანტის გამო აი ეს უჟღვავი სიხარული, რაც გელოდებათ 100%-იანი ჩემო კარგებო, შეიძლება ეს ადამიანი თქვათ როგორც ასეთი არ ქონდათ კონკრეტულად რაღაცა ისეთი ურთიერთობა, მაგრამ ძალიან დიდი ხანია იცნობთ ამ ადამიანს. ეს არ არის ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება ბავშვობის მეგობარი, ბავშვობიდან იცნობდეთ უბრალოდ და უკვე ახლა ზრდასრულ ასაკში დიდი ხანია კონტაქტი აღარ ქონიათ და შეგხვდეთ სადმე და ამ ადამიანმა მოგანიჭოთ ძალიან დიდი ბედნიერება. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სიურპრიზი და რუნებს ვკითხოთ. ინგუზი გადასარევ პირდაპირ სამყაროს დახმარების რუნა, როგორც აღნიშნე, სამყარო დგება თქვენს მხარეს, ყველაფერში ხელი მოგემართებათ, რა საქმიანობასაც არ უნდა შეუდგეთ ამ პერიოდში, ყველაფერში წარმატებული იქნებით. ეს არის მზის რუნა, ენერგიის რუნა, ბედნიერების რუნა, ერთ-ერთი სარკისებული რუნა, რომელსაც არ აქვს გადაბრუნებული მნიშვნელობა, ანუ კუღმა და როგორც ტაროს კარტი ამოტრიალებული, თქვათ, ვინც ხმარობს ამობრუნებულ კარტებს და ნეგატიურად კითხულობს, რუნებშიც ესე არის ამობრუნებული. მაგრამ ინგუსს არ აქვს, როგორც გებოს, როგორც დაგას, არ აქვს ამობრუნებული აზრი და ყოველთვის არის პოზიტიური. და რუნები სიურპრიზად დახმარებას გპირდებიან, აი თითქოს და შეიძლება მიუღწეველი გეგონოთ რაღაც მიზანი, წარმოუდგენელი რაღაც სურვილის სასრულება, მაგრამ იქ იგრძნობთ დახმარებას საერთოდ რომ არ ელოდებით და სამყარო დადგება თქვენს გვერდით. მე მგონი ძალიან პოზიტიური გამოვიდა გაშლა.
კამერასთან მუშაობაც თავის ტემას მოითხოვს, ტექნიკას შემოკარგება და როდესაც დიდი ხანი ვიდეოს არ წერ, რაღაცა ეს დისკომფორტი გიჩნდება, როგორც აი თითქოს თავიდან პირველად რო იწყებ, რა თქმა უნდა, ახლა ისე რთულად არ მიდის, მაგრამ ზოგადად ვისაც უნდა ვიდეოების ჩაწერა, თავიდან ჭირს და არ შეგრცხვეთ, არ მოგერიდოთ, არანაირი კომპლექსები არ გაგიჩნდეთ. გადაიღეთ ვიდეოები, ვინც აპირებს და თქვენი საყვარელი საქმიანობა ვიდეოებს უკავშირდება და კამერასთან მუშაობასაც მიეჩვევით. მაგრამ აი დიდი ხნის პაუზა მაინც თავის კვალს ტოვებს. და ამით დაგემშვიდობებით და ძალიან საინტერესო ჩანაწერი უნდა გავაკეთოთ ტაროს შესახებ, შეიძლება უბრალოდ კედელზე ჩანაწერის სახით, შეიძლება პატარა ვიდეო, პატარა ინფორმაცია საინტერესო ტაროს შესახებ და არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები. მომავალ შეხვედრამდე.